არა განმართლდების ყოველი ხორციელი. სხვათა შორის ის მავნე ტრადიცია, რომელიც არა მარტო საქართველოში არსებობს, არამედ სხვაგანაც, როდესაც ადამიანები თვეობით დადიან წირვაზე, პატიოსნად, ნებისყოფით, ყველაფერი და ცდუნებულნი, არასწორი მოძღვრებით, თვეობით დადიან წირვაზე და არ ეზიარებიან. იმიტომ რომ დღესასწაული ხო არ არის და ყოველკვირა რა ის ხო არ ახარ წმინდანი და ასე შემდეგ რაღაც სისულელეები, წარმოიდგინეთ, რა არის ეს? რას ნიშნავს ადამიანი წირვაზე დგას და არ ეზიარება? აშკაცურად მოდის, დგას, ცდილობს და თვეობით გრძელდება ეს და იშვიათად ეზიარება. რა არის ეს, გეკითხები? ეს არის გარეგანის ჯულის აღსრულება. წესია ესეთი, რომ კვირას წირვაზე უნდა მოვიდე. უნდა ვიდგე, არ ვიხმაურო, არ ვილაპარაკო, ეს უკეთეს შემთხვევაში, თორე ხმაურიც არის და ლაპარაკიც არის ხოლმე. ეს არის გარეგანის ჯულის შესრულება, იმიტომ რომ ადამიანი რო დგას წირვაზე და ქრისტეს არ ეზიარება. ხო ლოგიკაც ესეთი